მცირე მიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოებში 2 წლის განმავლობაში დაიხნა 420,000 ჰექტარი მიწა და ყოველ წელს 800,000 გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. ამაში ჩვენ უკვე დავხარჯეთ 300 მილიონი ლარი. აი სწორედ ის 300 მილიონი, რომელიც ქუთაისის პარლამენტში გადაიხადა სააგაშომა. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა. სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 7 მილიონი ლარის ღირებულების სასუქი, 48 მილიონი ლარის ღირებულების შხამქიმიკატები და 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი. და ეს ყველაფერი ეს არის ასე ვთქვათ ხელშესაღები. ამ მოქმედა შეღავათიანი პროექტი, აგროკრედიტის პროექტი. 2013 წლის მარტიდან გაცემული გვაქვს 492 მილიონი ლარის 21,400 აგროკრედიტი.